დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, ოფთალმოლოგი ბატონი გრიგოლ ქამუშაძე. დილამშვიდობისა ბატონ გრიგოლ. მოგესალმებით ხალხო მარი. ესაა მაყურებელს. მადლობა, ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე პროფესიონალების აზრის გათვალისწინება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, პროფესიონალი კოლეგების აზრის გათვალისწინება, იმიტომ რომ ჩვენ დღეს არა უბრალოდ ზოგადად თვალზე ვსაუბრობთ, არა ზოგადად მხედველობაზე ვსაუბრობთ ერთ უცნაურ ორგანოზე, უბრალოდ ფრაგმენტზე თვალისა, რომელსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, სხვადასხვა საგანსაც კი ადარებენ, მაგრამ მას უზარმაზარი დატვირთვა აქვს და ჰქვია სახელად რქოვანა. რა არის რქოვანა? მოკლედ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რა საქმეს აკეთებს და რატომ შეიძლება დაზარალდეს რქოვანა? რქოვანა ეს გახლავთ გამჭვირვალე თვალის გამჭვირვალე ნაწილი. წარმოვიდგინოთ როგორც რქოვანას გაჩენს სფერული ფორმა, რომელიც ფუნქციაც არის მხოლოდ გამოსახულების გატარება. თვალი რო დავყავთ ორ ნაწილად, ერთი ნევროლოგიური ნაწილი და მეორე ოპტიკური ნაწილი. ოპტიკურ ნაწილში შედის ორი ნაწილი თვალის, ეს არის რქოვანა გარსი და ეს არის ბუნებრივი ბროლი, რომლის ფუნქციაც არის მხოლოდ გამოსახულების გატარება და ბადურის ცენტრში გამოსახულების სწორი ფოკუსირება. და როდესაც ჩვენ ამ რქოვანაზე ვსაუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი ბარიერი, რომელიც თვალთან დაკავშირებით გარესამყაროს აქვს. ცხადია მფარავი კონიუნქტივას, ანუ იმ ლორწოვანის შემდეგ. კი ბატონო. რქოვანა გახლავთ, რქოვანა შედგება რამოდენიმე შრისგან. რქოვანა შედგება 6 შრისგან, მე-6 შრი ახლა რამოდენიმე წლის უკან იყო აღმოჩენილი. პირველი შრის გახლავთ ეპითელიუმი და ეპითელიუმს გააჩნია მხოლოდ რეგენერაციის ფუნქცია. დანარჩენ 5 შრეს აღდგენის ფუნქცია არ გააჩნია. ნებისმიერი ტიპის გამომწვევი, ეს იქნება ვირუსი, ეს იქნება სოკო, ეს იქნება ბაქტერია, თუ ეს იქნება უმარტივესი, ნებისმიერი ტიპის გამომწვევი პირველ რიგში აზიანებს ეპითელიუმს. ეპითელიუმს გააჩნია ფუნქცია იმუნური სისტემიდან, იმუნურ სისტემაში არსებული ეგრეთ წოდებული T-ლიმფოციტები და ასევე ლანგეჰასის უჯრედები, რომლებიც ნებისმიერ გამომწვევს უწევენ წინააღმდეგობას და ახდენენ მის გაინეიტრალებას. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ესე არ ხდება და სამწუხაროდ ეპითელიუმის დარღვევის შემდგომ, ოდესაც უკვე ინფექცია ან სხვა ტიპის გამომწვევი შედის უკვე ღრმა შრეებში, სამწუხაროდ ხდება რქოვანის დაზიანება. რქოვანის რეგენერაცია, ეპითელიუმის რეგენერაცია, ანუ აღდგენა, ვთქვით ჩვენ, რომ ხდება ყოველგვარი პრობლემების და გვერდითი მოვლენების დარჩენის გარეშე, ანუ ეპითელიუმი აღიდგეს თავის გამჭვირვალობას, თავის ფუნქციას, თუმცა თუ ეს ყველაფერი არის ღრმა შრეებში, როგორც არის მაგალითად სტრომალური ნაწილი რქოვანის 90%-საც შეადგენს, ამ შემთხვევაში უკვე აქ ხდება ნაწიბურის ჩამოყალიბება, რაც თავისთავად მომავალში მოქმედებს მხედველობას. ძალიან ხშირად, როდესაც რქოვანაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვიცით, რა შეიძლება იყოს დაავადებების სახით. ყველაზე ხშირი პრობლემა რა არის რქოვანასთან დაკავშირებული? ანუ ოფთალმოლოგის პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რა ჩივილით, რა პრობლემით მოდიან პაციენტები? ხშირად ეს გახლავთ რეგენერაციული ცვლილებები, როგორც მაგალითად კერატოკონუსი, დაავადება კერატოკონუსი. კერატოკონუსი გახლავთ რქოვანის პროგრესირებადი გათხელება და ეს დაავადება თავს იჩენს 12-13 წლიდან დაახლოებით 40 წლამდე. იმიტომ 40 წლის თვალი უკვე ითვლება ხანდაზმულ თვალად და კუნალობაც, კერატოკონუსის კუნალობაც ამას მოიცავს, რომ თუ ნაადრევ სტადიაშია კერატოკონუსი, რამოდენიმე სტადია გააჩნია მას. ჩვენ ვახდენთ რქოვანის ნაადრევ დაბერებას, ასე რომ ვთქვათ, სპეციალური დასხივების და ასევე ანუ ხელოვნურად ვაჩქარებთ დაბერების პროცესს. დიახ. ხელოვნურად. ანუ კერატოკონუსი გამოდის ახალგაზრდა თვალის დაავადებაა? დიახ, ახალგაზრდა დაავადებაა. სხვადასხვა კერატოკონუსის დიაგნოსტირება ადრე საკმაოდ რთული იყო. ჩვენ განვასხვათ კერატოკონუსი და ასევე ასტიგმატიზმი. ანუ ასტიგმატიზმი ეს გახლავთ, ოდესაც რქოვანა არ არის სფერული ფორმის და მისი ვერტიკალური და ჰორიზონტალური დახრა ერთმანეთს არ ემთხვევა. არ არის რქოვანა, წარმოვიდგინეთ, როგორც ლინზა, გაატაროს გამოსახულება და დააფოკუსიროს სწორედ ცენტრალურ ნაწილში. ვერ ახერხებს ამას. ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია, ასტიგმატიზმი. ასტიგმატიზმი ადამიანო დაიბადება, რა
ხარისხის ასტიგმატიზმიც აქვს, ის ექნება მთელი ცხოვრება. თუ ასტიგმატიზმი მატულობს, აქ უკვე ეჭვი შევიტანოთ კერატოკონუსზე. ადრე არ იყო საკმაოდ ესეთი ამ ტიპის აპარატურა არ არსებობდა, რომ ჩვენ ადრე ასაკში დაგვედგინა კერატოკონუსის დიაგნოსტიკა მოგვეხდინა, თუმცა ეხლა არის საშუალება, რომ 2-3 წლით ადრეც კი დავადგინოთ. ანუ ვიდრე ჩამოყალიბდება ბოლომდე სურათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როდესაც ახლა კითხვა, რომელიც უნდა დაგისვათ, თქვენ როგორც ქირურგს გეუცნაურებათ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი საუბრის კონტექსტში. მით უფრო რომ არსებობს ინფორმაცია და დამკვიდრებული წარმოდგენა, რომელსაც მედიკოსები იზიარებენ და ხშირად მედიკოსები პირიქით უზიარებენ ამ ინფორმაციას საზოგადოებას. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ჩვევა, ისრისოს თვალი. ანუ აქ არ არის ლაპარაკი ერთხელ რომ მოისრეს ადამიანი თვალს. აქ ლაპარაკია სისტემატურად თვალის მოსრესის ჩვევაზე, რომელმაც შეიძლება გაზარდოს კერატოკონუსის განვითარების რისკი. მართლაც ასეა თუ არა? ნახეთ, კერატოკონუსის განვითარების რისკი, მე ვფიქრობ, ეს ორნათქომი არ იქნება. გადაჭარბებულია. კერატოკონუსის შემთხვევაში გაზარდოს მისი სწრაფი პროგრესირება. იმიტომ ნებისმიერი ტიპის ზეწოლა თვალზე ახდენს თვალში დაწნევის მატებას. რა თქმა უნდა, ეს დროებითი მატებაა, თუმცა ქოვანაში ვისაუბრეთ ჩვენ რამოდენიმე შრეზე, სტრომაში უშუალოდ არსებული კოლაგენური ბოჭკოები, რომელთაც აქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი, ზუსტად ამ კოლაგენური ბოჭკოების სისუსტეს წარმოადგენს კერატოკონუსი. თვალში არსებული წნევა მატულობს და რა თქმა უნდა, ახდენს ამ სტრომალური კოლაგენური ბოჭკოების ერთმანეთთან დაცილებას უფრო სწრაფად, რაც იწვევს კონუსის ჩამოყალიბებას. და ეს კონუსი ამოზნექილობას, დიახ, ეს კონუსი გახლავთ დეცენტრირებული. ოპერაციები, რომლებიც სტარდება, ანუ იდეალურად ცენტრში არ არის. ცენტრში არ გახლავთ. ოპერაციები, რომლებიც სტარდება კერატოკონუსის შემთხვევაში, ეს არის როგორც მოგახსენეთ, ქოვანის დასხივება, რიბოფლავინის საშუალებით და ამასთან ერთად ინტრასტრომალური რკალების იმპლანტირება. ინტრასტრომალური რკალები გახლავთ PMMA მატერიალი დამზადებული მოსახელობის გასაგები ნაზრები იყოს წარმოადგენს პლასმასივით მატერიალი, რომელიც ჩაჯდება ამოზნექილობის მოპირდაპირე მხარეს, რომ მოხდეს ამ ამოზნექილობის დეცენტრირებული ამ კონუსის ცენტრაცია. ას თავისთავად პაციენტს ანუ წონასწორობის აღდგენის უკეთდება ფაქტობრივად ეს. თავისთავად პაციენტს აუმჯობესებს ხედულობას. თუმცა არსებობს სტადიები, როდესაც მაგალითად მესამე-მეოთხე სტადიაში ან ქოვანის სისქიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ვერც რკალის ჩასმა, ვერც დასხივება, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვფიქრობთ ქირურგიულ ჩარევაზე, სხვადასხვა ტიპის ქირურგიულ ჩარევებზე, როგორც არის მაგალითად ქოვანის შრეობრივი გადანერგვა, ეს ერთი და ამასთან ერთად სხვა შემთხვევებში, სხვა დაავადებების შემთხვევებში, ასევე სხვა ქოვანის დაავადების შემთხვევაში ქოვანის გამჭოლი კერატოპლასტიკა, ანუ თლიანი ყველა შრისეთად გადანერგვა. ქოვანის გადანერგვა საქართველოში რეალობა. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი კეთება ტარდება ჩვენს მიერ. მე ამ კითხვებს გისვამთ მაყურებლის ინტერესთან გამომდინარე. რასაკურველია, მე ინფორმირებული ვარ, რომ გადანერგვა კეთდება ქოვანის, თუმცა აქ კიდევ ერთი საკითხია ძალიან აქტუალური, რომელიც უკავშირდება მოახლოებულ დღესასწაულებს. და მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით თვალის ტრავმატიზმის რისკი ზოგადად ძალიან მაღალია ხოლმე. არის ქუთუთოების დაზიანება, დამწრობა, არის თვალის სხვადასხვა სტრუქტურის დაზიანება. რქოვანა ხდება მსხვერპლი, მაგალითად ასაფეთქებელი საშუალებების, შუშხუნების და მრავალი სხვა მოწყობილობის დამსახურებით. ან სადღესასწაულოდ ყველაზე ხშირად რა რისკი შეიძლება ქონდეს რქოვანას? კი ბატონო. ქოვანის თერმული დამწრობა, ქოვანის ქიმიური დამწრობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მსხვერპლი არ ქოვანა პირველ რიგში თავის თავზე იღებს ამ ყველაფერს. ნუ პირველი ნაწილი, მოგეხსენებათ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს თვალის, ცენტრში მდებარეობს და ამიტომაც ნებისმიერი ტიპის ზემოქმედება, ეს იქნება ქიმიური ნივთიერება თუ ეს იქნება ტემპერატურული ზემოქმედება ქოვანაზე, რა თქმა უნდა, ქოვანა ზიანდება. თუმცა, ყველაზე ხშირი ეს გახდა გახლავთ ხოლმე ელექტროფთალმია, გახლავთ ქოვანის დამწრობა, ასე რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი მუშაობს ელექტროშემდუღებელ აპარატთან. ან ნებისმიერ დაცვის შემთხვევაშიც თუ დაცვის გარეშე დაცვის გარეშე მუშაობაზე მოხსნა საუბარი, ასევე პატარა ტიპის
ცხელი ანასკლეტები, რომლებიც ეს კუთხსახეხს ეძახიან. აქედან გამომდინარე, ყველა მაგას იძახის, რომ მოვედი, იმიტომ რომ ეს პრობლემა მაქვს, მაგრამ ფიქრობდი ერთი წუთი გავთიბავ ბალახს, მაგრამ ერთ წუთში რა უნდა მოვიდეს. და თან დროს ხდება ან მექანიკური დაზიანება, კენჭის მიერ, ან თერმული დაზიანება, ქიმიური დამწვრობა. ასევე რამოდენიმე შემთხვევა იყო ჩვენთან ამბოლოდოს, როდესაც მაგალითად ქალბატონებმა მე მინდა ვთქვა, საკმაოდ ლამაზად გამოიყურება დაგრძელებული წამწამი, თუმცა წებოს საშუალებით მოხდა დამწვრობა რქოვანის. ანუ წამწამების დასაკრავად გამოყენებული წებო აღმოჩნდა დამაზიანებელი რქოვანისთვის. თუმცა ეს აღდგება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეპითელიუმის დაზიანება ხდება განსხვავებით სხვა ტიპის რთული დაავადებებისგან, როგორც არის მაგალითად კერატიტები, ჰერპესული კერატიტი, ეს არის ამების მიერ გამოწვეული დაზიანება რქოვანის, როდესაც ხდება კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში არ შეიძლება მაგალითად კონტაქტური ლინზებით საცურაოში ცურაობა. და ასე შემდეგ. კონტაქტური ლინზების შესანახის სითხეც აუცილებლად უნდა იყოს მუდმივად გამოცვლილი და ახალი უნდა იხმოს ადამიანს, იმიტომ რომ არ უნდა დავარღვიოთ მოხმარების წესები. აუცილებლად კონტაქტური ლინზების გამოყენების წინ უნდა მოხდეს ხელების დაბანა. და ისე არ არის სასურველი კონტაქტური ლინზები ღამე დაიტოვოს ადამიანმა. და მაქვს ლაპარაკი შოთ ოპტიკურ კონტაქტურ ლინზებზე და სხვადასხვა ტიპის სამკურნალო კონტაქტურ ლინზებზე. მით უფრო რომ ადამიანებმა ძალიან ხშირად შეიძლება გამოიყენონ დღესასწაულად მაგალითად ახალგაზრდა ქალბატონები და მოზარდი გოგონები, სხვათა შორის ამას ადასტურებს საერთაშორისო სტატისტიკა, იყენებენ ეგრეთ წოდებულ ფერად ლინზებს, განსაკუთრებული იერსახისათვის და თქვენ სწორედ ამ ტიპის ლინზებს გულისხმობთ და არა სამკურნალო დატვირთვის მქონეს, ხომ ასეა? როდესაც გამოიყენება, თქვათ, ეს ლინზები იმისთვის, რომ დამატებითი კომპონენტი, ვიზუალური კომპონენტი, ესთეტიკური, მაგრამ გასათვალისწინებელი თვალის ჯანმრთელობის კონტექსტში. აი როგორც წამწამების შემთხვევაში წებოზე იყო ლაპარაკი, არის თუ არა, მაგალითად ასეთი ფერადი ლინზები საგულისხმო რქოვანას ჯანმრთელობის ჭრილში. ნახეთ როგორ მომენტია, ნებისმიერი ტიპის კონტაქტური ლინზა თვალს უქმნის ბარიერს ჟანგბადის მიღების. რაც უფრო არა და სჭირდება. რა თქმა უნდა, თვალის რქოვანა იკვებება ჟანგბადით და წყალწყვეტნამით, რომელიც არსებობს თვალში, იმიტომ რომ რქოვანას არ აქვს სისხლძაღლოვანი ქსელი, რომელიც მას მიეწოდებს ჟანგბადს. ამიტომაც ნებისმიერი ტიპის კონტაქტური ლინზა, რომელიც კონტაქტში რქოვანასთან და უქმნის ჟანგბადის ბარიერს, რა თქმა უნდა, ეს თვალისთვის დამაზიანებელია. მაგრამ კონტაქტური ლინზები, რომლებიც სამკურნალო კონტაქტური ლინზები არსებობს, ასევე ოპტიკური კონტაქტური ლინზები, რომლებიც ხსნიან პლუს-მინუს ასტიგმატიზმს და ასე შემდეგ, არის ხარისხების მიხედვით. ანუ რაც უფრო ხანმოკლეა კონტაქტური ლინზის ვადა, მით უფრო ხარისხიანია იგი, იმიტომ რომ მას გააჩნია ჟანგბადის გატარების მაღალი უნარი. რაც უფრო ხანგრძლივია კონტაქტური ლინზა, მით უფრო დაბალი ჟანგბადის გატარების უნარი გააჩნია მას. როდესაც ფერადი კონტაქტური ლინზები არ გამოირჩევა ჟანგბადის გატარების მაღალი ხარისხით. რაც იმას ნიშნავს, რომ თვალის დაცულობის ხარისხი იკლებს. ხანგრძლივად გამოყენებული კონტაქტური ლინზები თავისთავად დაცულობის ხარისხი იკლებს. ამასთან ერთად ზიანდება ეპითელიუმის საცრემლი აპკი, საცრემლი აპკის და ეპითელიუმის დაზიანება თავისთავად იწვევს უკვე სხვადასხვა ტიპის ინფექციებისთვის კარგ გამრავლების, ასე ვთქვათ, ალაგს. ანუ ნოყიერ-ნიადაგს ქმნის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვისაუბრეთ, გააჩნია თვალს თავისი და დამცველობითი, ასე ვთქვათ, ფუნქცია და ლიმფოციტების და ეპითელიუმის დაზიანების შემთხვევაში ვეღარ ხდება ასე გამკლავება გარეშე გამხიზნებლების წინააღმდეგ და რაც ვითარდება მე შემდგომში დაზიანდეს პატარა ეროზია გაჩნდეს, ანუ პატარა ზედაპირული, ასე ვთქვათ, დეფექტი რქოვანის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მე გაღრმავება და გადავიდეს წყუბულში. წყუბული უკვე გახლავთ რამოდენიმე შრეს მოიცავს რქოვანის დაზიანების სიღრმე, ხრმა არის და სამწუხაროდ წყუბთან გამკლავება არ არის ადვილი, თუმცა შესაძლებელია უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ გამკლავების შემდგომ მაინც სამწუხაროდ ტოვებს ნაწიბურს, რაც თავისთავად მოქმედებს მხედველობაზე. იშვიათ შემთხვევებში არსებობს სხვადასხვა ტიპის პათოგენები, როგორც არის ფსევდომონა, ორიგინოზა, როგორც არის მაგალითად ამება.
ერთუჯრედი, რომელიც იწვევს თვალის პერფორაციას, ანუ მთლიანობის დარღვევას, რაც თავისთავად ინფექციის განვითარების რისკს ქმნის თვალში, მინისებრ სხეულში, რომელთაც სავსეა თვალი და უქმნის თვალს ფორმას და ასევე სხვადასხვა ფუნქციები გააჩნია მას. უშუალოდ მინისებრ სხეულში ხდება ამ პათოგენების გამრავლება, რაც იწვევს პანოფთალმიტის განვითარებას და პანოფთალმიტის განვითარება ეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ანუ ყველა შრე, როდესაც ანთების პროცესია ჩართული. ჩირქოვანი ასე პროცესი. და ერთი მოკლე კითხვა, როდესაც ჩვენ სეზონის მონაცვლეობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ გულისხმობთ ორგანიზმის შეგუების უნარს, ადაპტაციის უნარს, თუმცა როდესაც საუბრობთ მაღალი ტემპერატურიდან დაბალი ტემპერატურის გარემოში გადანაცვლებაზე, ამ პირიქით არის თუ არა ეს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს რქოვანაზე. ძალიან ცივა გარეთ და პირიქით გამთბარ გარემოში შემოვედით და როდესაც საუბრობთ გამთბარი გარემოდან ცივ გარემოში გადანაცვლებაზე, არის თუ არა ეს საყურადღებო და სჭირდება თუ არა ამას გათვალისწინება. ნახეთ რომ მდგომარეობა საცრემლი არხი, გამავალი არხი, თვალში ქოვანაც და ქუთუთოებიც და საერთოდ თვალის ყველა სტრუქტურული ნაწილი ერთმანეთთან კავშირშია საკმაოდ. როდესაც ჩვენ ახალხანს თვალს ქუთუთოები განდევნიან, პირველ რიგში ანაწილებენ ცრემლს თვალის ზედაპირზე თანაბრად ზუსტად და ატენიანებენ. ამიტომ ქუთუთოს ფორმის დაზიანება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის პრობლემებს ქმნის ამ შემთხვევაში. ატენიანებს თვალს და ასევე ხან-ხამის დროს თვალის გაღების შემთხვევაში საცრემლე წერტილები, რომელიც მოთავსებულია ცხვირის მხარეს, ორი პატარა საცრემლე წერტილი, საცრემლე წერტილების საშუალებით გადადის ცრემლი ცხვირ ხახაში. საიდანაც იგი ორთქლება, ამიტომ ზოგი ადამიანი ოტირის შეიძლება ცხვირში ჩავიდეს ცრემლი, ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, სიცივე და ცივი გარემო ქმნის საცრემლე წერტილების შევიწროებას, რაც თავისთავად ადამიანს უქმნის შეგრძნებას, რომ მას ბევრი ცრემლი მოზის და ცრემდენ აქვს. ნებისმიერი ტიპის პათოგენურ, ესე ვთქვათ, დაავადება, რქოვანის დაავადება, თუ თვალის დაავადება, ძალიან მჭიდრო კავშირში არის მშრალი თვალის სინდრომთან. ამიტომაც დამატენებელი წვეთების გამოყენება, მუდმივი ინსტალაცია იცავს ბევრ ადამიანს რქოვანის პათოლოგიის განვითარებისგან. მაგალითად, ნებისმიერი ტიპის თვალის წვეთები რო ავიღოთ ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში ამ თვალის წვეთებს გააჩნიათ ესეთი ნივთიერება, რომელიც არის ბენზანკოლიუმ ხლორიდი. ამ ნივთიერებას აქვს ფუნქცია არა მარტო ის, რომ პრეპარატი დაიცვას გაფუჭებისგან, მალე უარ გაფუჭდეს, არამედ ისიც, რომ პრეპარატის აქტიური ნივთიერების შეწოვა გააძლიეროს თვალის სტრუქტურებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ტიპის პრეპარატის დამატენებელი, ზოგიერთი დამატენებელი, ზოგიერთი სხვადასხვა ტიპის პრეპარატის გამოყენება იწვევს ეპითელიუმის დაზიანებას, რაც მშრალი თვალის სინდრომთან არის შემდგომში დაკავშირებული. ამიტომაც დამატენებელი თვალის წვეთები უმეტეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული თუნდაც იმ პაციენტებთან, ვისაც აქვთ მაგალითად ეგრეთ წოდებული დაავადება, ეგრეთ წოდებული გლაუკომა, რომელთაც არ აქვთ საშუალება ამ ტიპის პრეპარატები მოიხსნან. მათ მუდმივად უნდა ეწოთონ ეს პრეპარატები, იმიტომ რომ და ამავე დროს ის რისკი გაითვალისწინოთ, რადგან ის ამის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის გარეშე, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ გლაუკომა გახლავთ საკმაოდ ვერაგი დაავადება, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ მას უკვე მხედველობა დაქვეითებული აქვს, რაღაც დისკომფორტები აქვს მხედველობითი, ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი მხედველობა დაუქვეითდა და მან არ იცის, რომ აქვს გლაუკომა და მიმართავს ექიმს. ამ შემთხვევაში მხედველობის ნერვის 70% თითქმის უკვე დაღუპულია. მხედველობის ნერვის ფუნქციაც ერთადერთი არის ის, რომ თვალის ფსკერი, ანუ ბადურაზე აღქმული გამოსახულება გარდაიქმნება ელექტრონულ სიგნალში და ელექტრონული სიგნალის საშუალებით მხედველობის ნერვს მიაქვს ინფორმაცია თავის ტვინის მხედველობის ცენტრში. თუ რაოდენობა მხედველობის ნერვში არსებული ნევრული ბოჭკოების შემცირებულია და ეს გახლავთ ყველაზე ბევრი ბოჭკო, რაც კი ადამიანის ორგანიზმში არსებობს, ეს არის დაახლოებით 1.200.000 ნევრული ბოჭკო მხედველობის ნერვში. იმდენად მცირდება, რომ მას გამტარებლობის უნარი უკვე აღარ აქვს. ამიტომაც ქირურგიული ჩარევა, გლაუკომის ქირურგიული ჩარევა არსებობს ყველა ტიპის გლაუკომის ქირურგიული ჩარევა საქართველოში, რაც კი არსებობს წამყვან კლინიკებში, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. თუმცა ქირურგიული ჩარევა ეს არის ბოლო ეტაპი. ამიტომაც კონსერვატიული მკურნალობა პირველი ნაბიჯია გლაუკომის მკურნალობისთვის და პრევენციისთვის მხედველობის
სამწუხაროდ შეუქცევოდა დაქვეითებისთვის. ადამიანი, რომელიც კარგავს გლაუკომის გამომხედველობას, ის მხედველობას ვერასდროს ვეღარ დაიბრუნებს სამწუხაროდ. დღესდღეობით ესეა. თუმცა ოფთალმოლოგია საკმაოდ დინამიური დარგია. დღესდღეობით ამ ბოლო დროს არის უკვე საკმაოდ ბევრი კვლევები, რომლებიც ჩვენ დღეს რქოვანაზე ქონდა საუბარი და ხელოვნური რქოვანის ასე ვთქვათ 3D პრინტერზე დაბეჭდასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ახლო მომავალში იქნება ჩემი აზრით და როგორც კი ამის საშუალება იქნება, ჩვენთანაც აუცილებლად ეს ყველაფერი მალევე ძალიან მალევე გახორციელდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც პაციენტებს ექნებათ საშუალება, რომ აი ეს 3D სისტემით დამზადებული რქოვანა გამოიყენონ იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთ დაინახონ სამყარო და გაიუმჯობესონ არა მარტო მხედველობა, არამედ ცხოვრების ხარისხი. დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის ბატონო გრიგოლ, ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლდათ ოფთალმოლოგი ბატონი გრიგოლ ქამუშაძე.